მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ჩვენ გავიხიოთ ასეთი თემა, რა სიახლეში მოდის თქვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა ახალი გვაინტერესებს, ну რა თქმა უნდა, უკვე ზოგჯერ ახლა იმ ძველში ცხოვრებაც ხო, შეიძლება კარგია, მაგრამ მაინც ეს სიახლე გვაინტერესებს ყოველთვის და პირველ რიგში დღეს სიგნიფიკაციაზე მე მინდა გავაკეთო. ანუ ვნახოთ, აი თქვენ თვითონ საერთოდ რას ფიქრობთ? თუნდაც ფიქრობთ, თუნდაც თქვენ ცხოვრებაზე, თუნდაც იმაზე რა ხდება თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ნახეთ, ძალიან ხშირად ჩვენ გვაწუხებს რას ფიქრობენ ჩვენზე, ხო? პარტნიორი რას ფიქრობს, მეზობელი რას ფიქრობს, ახლობელი რას ფიქრობს, დაქალი რას ფიქრობს და ასე შემდეგ. მაგრამ არასოდეს ჩვენ იმას არ ვფიქრდებით, ну, არასოდეს არ არის ეს სწორი, იმიტომ რომ ხა ჩვენთან უკვე ისეთი ადამიანები ვიცი არიან არღზე, ვინც მართლა ფიქრობს იმაზე, რას ფიქრობს, იმიტომ რომ ჩვენი ფიქრებიდან აი ვართ ჩვენ საერთოდ შექმნილები, ხო? რაზეც აი სადაც ვართ ეხლა, ეს არის ჩვენი ადრინდელი ფიქრების შედეგი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შენ რას ფიქრობ, აი ეხლა ვნახოთ თქვენს ცხოვრებაზე თუნდაც რას ფიქრობთ და მერე უკვე ვნახოთ რა რჩება უკან, ვნახოთ რა შეიძლება ახალი რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში და ვნახოთ რა შეიძლება დაბრკოლება იყოს იმისთვის, შეიძლება ხშირ შემთხვევაში აი ჩვენ თვითონ ვართ ეს დაბრკოლება, ჩვენი არასწორი ფიქრები თუნდაც არის აი ეს დაბრკოლება, რომელიც თქვათ გვიშლის ხელს ჩვენი განვითარებისთვის. კარგით, მოდით ახლა განვითარებისთვის, აი განვითარებას ხო ვთქვით ჩვენ რისთვის გჭირდება? იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება უფრო და უფრო კარგი იყოს, იმიტომ რომ აქ საწვალებლად არავინ არ მოვიდა დამიჯერეთ, ღმერთს ნამდვილად არ უნდა რომ ჩვენ აქ ვიცვალოთ. ღმერთს უნდა რომ ჩვენ კარგად ვიცხოვროთ, მაგრამ უბრალოდ ახლა ჩვენ თვითონ როგორ ვართ განწყობილები, გაიგეთ, რომ თქვა რომ არა, კი, ვის არ უნდა კაი ცხოვრება. ყველას უნდა, მაგრამ ზოგი ამისთვის რაღაცას აკეთებს, ზოგი ცხოვრობს იმ პარადიგმაში, სადაც არის. და ფიქრობს, რომ აი რაღაცა თავისით შემოფრინდება, როგორც არის, კი ბატონო, ნაკაჭი ცხოვრება ძალიან მაგარია, მაგრამ აუცილებელი არის ისიც, რომ რაღაცა გააკეთო იმისთვის, რომ შენი ცხოვრება შეიცვალოს. თუნდაც აი ჩვენ რო ვიხილავთ ხოლმე გინდათ ურთიერთობაზე, აი თუნდაც ის რას ფიქრობს ეს ჩვენი პარტნიორი ხო, რას აკეთებს, რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, ყველაფერი უკვე ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ რაღაცები ჩვენში დავამუშავოთ, გავაუმჯობესოთ და იმისთვის, რომ ისე უფრო და უფრო კარგად ვიცხოვროთ. და საერთოდ ანალიზი გააკეთეთ თქვენი ცხოვრების, თუნდაც რაც ეხება თქვენს პარტნიორს, მისი ასე წოდებული ცუდი საქციელი, აი რა მოგცეს რა, ანუ როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება დადებითად, აი უბრალოდ გააკეთეთ ანალიზი. ვნახოთ ახლა თქვენ ამ წუთში საერთოდ რას ფიქრობთ თქვენს ცხოვრებაზე, ეს ვკითხოთ ჯერ. თქვენ რას ფიქრობთ თქვენ ცხოვრებაზე? ну, ეხლა ნახეთ რა საინტერესოა. რას ფიქრობთ თქვენ ცხოვრებაზე? იცით რას ფიქრობთ? აი სიმართლე რომ გითხრათ, ნახეთ რა საინტერესო არის აქ. მე-20 არკანი გამოდის აქ მთავარ არკანად მაჩვენებენ მე ამ შემთხვევაში. მე-20 არკანი ეს არის როცა უკვე თქვენ ნამდვილად კარგად იცით, რომ რაღაცა შემოდის ცვლილება, ეს უნდა იგრძნოთ. ეს არის ძალიან დიდი სიგნიფიკატორი. თუ თქვენ არ გრძნობ, აი რაღაცა ფორიაკი თუ არა გაქვთ, თუ თქვენ ნახეთ, ეხლა ეს რა არის? აი უბრალო ენით რა გიხსნათ მე-20 არკანი. შენ ცხოვრობ სადღაც რაღაც თქვათ სახლში, სიტყვაზე ეს არის ელემენტარული აი ესეთი და ფიქრობ, რომ აღარ მინდა უკვე არც ეს შპალერი, აღარ მინდა უკვე არც ეს შკაფი, კარადა, რომელიც უკვე ნერვებს მიშლის, არც ეს სკამები. მორჩა, მე ხვალ ვდგები, ან დღეს დაჟჯობია და ვცვლი, აი პირველი რასაც გავაკეთებ, ამ შპალერს ავახევ სულ
მე უკვე იძულებული ვიქნები რომ გავაკეთო რამე რემონტი რა, თორემ მანამდე არაფერს არ ვიზავ რა. ასე ვიჭდები და ვუყურებ ამ ჩემ შპალერებს და ვიფიქრებ, всё, უნდა შევცვალო. აი ეს არის რა. ეს არის მეოცე არკანი, როცა შენ ხვდები უკვე რომ მორჩა, რაღაცა შენში იღვიძებს ისეთი, რამაც შენ უნდა მიგიყვანოს, რაღაც აი სიახლეში მიყავ. თითქოს გაღვიძებენ მაღალი ძალები, შენ გაღვიძებენ. ნახეთ, რამ ხელა დუდუკი თუ რაც აქვს ამას ხო და ეს ხალხი რო დგება, ხო? ანუ ეს ისეთი ენერგია, რომელიც გეუბნებით მორჩა, მე აღარ მინდა აი თუ დაუშვათ ახლა აქ ეს შეიძლება იყოს თქვენი პარტნიორი, შეიძლება იყოს თქვენ თვითონ ამ ენერგიაში, რომ მე აღარ მინდა ვინერვიულო თუ პარტნიორს ეხება ჩემს პარტნიორზე, აღარ მინდა ვინერვიულო თქვათ იმაზე, ანუ დაუშვათ თუ აქ დაჟე რას ეტყოდი, იცით, ვიფიქრო მაგის რას ფიქრობ თქვენზე, ხო? რომ იცით რას ფიქრობ თქვენზე, რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება თქვენ თვითონ თავს იტყუებთ. ნახეთ, აი აქ ცოტა მტკივნეული ინფორმაცია წამოვა ახლა და ამაზე კარგად დაფიქრდეთ. შეიძლება თქვენს გვერდით არის ადამიანი, რომელიც თქვენთვის კი არის მნიშვნელოვანი, აი სტაბილური პარტნიორი, რომელთანაც თქვენ დაუშვათ ახლა ნუ გაქვთ ურთიერთობა, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ზოგჯერ კი არა, უფრო არ არის ისე, როგორც შენ გინდა რომ იყოს ეს ურთიერთობა, ანუ მაგრამ ზიხარდა თითქოს აი შენს თავს ატყუებ და ფიქრობ, იმიტომ რომ თუ შენ უკვე ფიქრები გებადება თავში, რომ აი ხომ არ დავშორდე, ხომ არ წავიდე, ხომ არ შევცვალ, აი ეს ფიქრები თუ უკვე არის შენს თავში, ესე იგი ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შენ ნამდვილად ნუ რაღაცა ტყუებს შენ თავს თუ რჩები დაუშვათ ამ ურთიერთობაში, ხო? ეს მტკივნეული, იმიტომ რომ არის აქ მომენტები, რომ თქვა, შეიძლება თქვა, რომ მიყვარს, ანუ არ შემიძლია, რომ თქვა, შევცვალო რამე, აი ეგეთი რაღაცები რა არის, კი ბატონო. ნუ ამას ახლა ახსნაც აქ ჩვენ ახლა ასე ღრმად არ წავალთ, უბრალოდ აქ მაჩვენებენ, რომ იცით როგორი თემა არის, რომ შეიძლება თქვენ მაგრამ ნახეთ ახლა კიდე რა ხდება. ბევრისთვის არის ეს ურთიერთობა, ანუ გაძლევს თქვენ თითქოს რაღაცა ძალას, რაში გეტყვით ახლა. ვეცდები მაქსიმალურად კარგად აგიხსნათ, ნახეთ, აქ გამოდის ეგრევე ყურუმი. ყურუმი არის ახლა, ნუ იცით, თქვენ ჩემი დამოკიდებული პირველ რიგში პატივისცემ როგორც მფარველ, ასე ვთქვათ, ანგელოს ტაროს, ხო? ნუ ყველაფერი საკრალური რა, მე არ გითხულობ საერთოდ ძალიან ასე ბანალურად, მე მიყვარს ღრმად ჩაცირება და ნახვა სიტუაციის სიღრმისეულად, იმიტომ რომ აი ასე ზედაპირულად არ მიყვარს ნამდვილად ტაროს გამოყენება, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ ტარო ჩემთვის არის ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო და ტაროს ვიყენებ უბრალოდ აი ასე სიტუაციები რომ გავარჩიოთ უფრო ადვილად და უფრო მალე. და აქ რა არის, იცით, შეიძლება არის როგორი მომენტი, რომ თქვენ ფიქრობთ იმას, რომ ანუ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ და საერთოდ ძალიან ბევრი ადამიანი მიდის, ანუ თუნდაც თვით შემეცნიერებისკენ პარტნიორის მეშვეობით, იმიტომ რომ ის საქციელი, ის არასაქციელი, ის რაღაცა მომენტები, რომელიც თქვათ ჩვენ არ მოგწონს და ჩვენ ვერ ვცვლით და ამას ჩვენ ვამართლებთ იმით, რომ მიყვარს, ხო? იმიტომ რომ გვახსენდება ის კარგი პერიოდები, ხო და ის კარგი პერიოდების გაშვება ჩვენ არ გვინდა, გაიგეთ? ანუ ის გვაჩერებს, აი ხო იყო კარგად, ხო ვიყავით კარგად, ან რაღაცას ვებღაუჭებით, აი ეს მომენტი ხომ მქონდა კარგი ამასთან, ან მაგ თუნდაც, ხო? მაგრამ ეს სულ ყველაფერი პრინციპში ერთგვარ არ არის ცუდი, იმიტომ რომ არის როგორი თემა, შეიძლება შენ დიდი ხანია იჯდები და ასე იგლოვებ, გაიგეთ, რომ აი თქვათ ინერვიულებ და აი რატო არის ეგეთი და არ მიდიხარ და არ ეცნობია, ანუ ახალი ინფორმაციას არ ეძებს, რატომ შეიძლება იყოს ეს სიტუაცია ჩემ ცხოვრებაში, რატო ჩემს გვერდით არის ეგეთი პიროვნება, ხო? როცა მე ვხვდები, რომ რაღაცები არ არის ისეთი, რაც მე მინდა, მე რაღაცები არ მაკმაყოფილებს, მაგრამ მაინც არის. მაგ დროს ზოგი და
ვინც მერე უკვე მიდის დაჟე შემიძლია თქვა ამ ფსიქოლოგიაში ან ეზოტერიკაში ან რაღაცა ახალ ცოდნას ეძებს ასეთი ადამიანები კი მაგრამ ზოგი ზის და არა ტირის შორდება ლაგდება მაგრამ ნუ ამასაც თავისი დრო აქვს თავისი გზა აქვს ამ სულს და ამიტომ ასე წვალობს და ასე სანამდე არ მიხვდება რომ პირველ რიგში მე უნდა ვიფიქრო იმაზე მე როგორ ვიყო კარგად რომ დავლაგდი იმიტომ რომ მე რო კარგად ვიქნები ყველა ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებიც კარგად იქნებიან და ასე შემდეგ მაგრამ ამასთანაც აი თუ აი რო გიკითხება ადამიანი აი რატო არის ჩემ ცხოვრებაში რატო მიდის რატო ბრუნდება ეს ყველაფერი იმისთვის რომ შენ ეს პარტნიორი მაქსიმალურად ცდილობს რომ შენ მიგიყვანოს იქ სადაც შენ უნდა იყო ან თუნდაც დაინტერესდე რაღაცა წაიკითხო რაღაცა განვითარდე და არის ტრიალო იმიტომ რომ რაც თუ შენ რასაც უფრო შენ ბუქსაობ ასე ვთქვათ აი იმაზე უფრო მეტად და მეტი უფრო რთული სიტუაცია იქნება უფრო და უფრო ეს ადამიანი შენ ნუ მაქსიმალურად გაგასულელებს ასე რომ იტყვიან გაიგეთ მაგრამ შენ უკვე სანამდე არ მიგიყვანს იმ დონემდე რომ შენ რაღაცა თქვა დაიწყო თუნდაც წაიკითხო წიგნი კაცის და ქალის ფსიქოლოგია თუნდაც ინტერნეტში იმავე Facebook-ში გაჩერდები იმ თქვათ რაღაცა პოსტზე სადაც ამაზე წერია გაიგეთ იმიტომ რომ ზოგს აი მარტო ტირიან და არ იმაშუეთ ეს უკვე გეუბნებით უკვე პრაქტიკიდან გამომდინარე კონსულტაციებიდან გამომდინარე რა და აი აქ არის სიტუაცია რომ შენ ახლა ეს ყველაფერი აბსოლუტურად ეს ადამიანი ცდილობს მაქსიმალურად რომ შენს გზაზე დაგაყენოს. გაიგეთ რა ხდება თქვენ რას ფიქრობთ თქვენზე აქ არის ლაპარაკი თქვენ პრინციპში სადღაც იცით ეგა მაგრამ ზოგი არ მიდის ზოგი არ ტოვებს თქვათ არის ეს საჯარო გაშლა ამიტომ ზოგი არ ტოვებს ამ ადამიანს იმიტომ რომ ნუ იცით როგორი თემა არის კიდე პრინციპში ნუ მე უკვე ხშირად ვამბობ აი ასე ანეკდოტებით რა რომ ქალი რატო არ ბოლა ორი და ქალი რო შეხვდება ხო და რო არ მიდის ერთი მეორეს ეკითხება რატო არ მიიყვანე ბოლომდე შენი განკორწინება მოიცე კიდე 10 კილო მაგ დასაკლები ხო აი ეგეთი თემა რო თქვა შეიძლება ფიქრობ თქვენ რომ კიდე მჭირდება ეს რაღაცისთვის ხო თქვა ჩემი ნუ თუ ვითარდებით შეიძლება მაგიტომაც ფიქრობთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ თქვენ კიდე ზოგი იმასაც ფიქრობს რომ ნამდვილად კიდე ნახეთ რა ხდება მეორე თემა შეიძლება თქვენ იმას ფიქრობთ რომ აი მოვიდა დრო იმისი რომ თქვენ როგორც ენერგია თუ წავიკითხოთ ჩვენ პენტაკლების მეფე ეს უკვე სხვა თემა არის რომ თქვენ აქ იცით რომ მოვიდა დრო რომ შეცვალოთ თუნდაც თქვენი ფინანსური მდგომარეობა და რაღაცა წინსვლა უნდა გააკეთოთ რაღაცა უნდა შეცვალოთ შეიძლება ეძებთ თქვენს თავს სხვათა შორის მე შემიძლია გითხრათ რომ აქ ბევრს აქ როგორი სიტუაცია ნახეთ თქვენ გააქვთ საკრალური ცოდნა ძალიან ბევრი ანუ საერთოდ ანუ არიან ეზოტერიკოსები რომელიც სწავლობენ მაგრამ თავის თქვათ ცოდნას არ აძლევენ ყველა ცოდნა რომელიც მოდის ჩვენთან ის ჩვენ არ გვეკუთვნის ეს არის ანუ სხვებისთვის ხო ჩვენ ახლა ამას ჩვენ თავზე ვიყენებთ ან სწავლობთ რაღაცას იმისთვის რომ ადამიანებს გავცეთ როცა ჩვენ მაგას არ ვაკეთებ ეს არის როგორც იცით ანუ ცუდ მაგალითს მოვიყვან როგორც აი ჩირკივით რა ან ცუდი საჭმელებით რა ანუ ფუჭდება რაღაცა ეს და მე ადამიანი შიგნიდან გაიგეთ ანუ ლპებასავით და მე უკვე იწყება ბევრი რაღაცა ზოგი ფულს კარგავს ზოგი ჯანმრთელობას ზოგი რაღაცას იმიტომ რომ ჩვენ აქ სულ მოვედით იმისთვის რომ ჩვენ თვითონ განვითარდეთ და მე სხვებსაც დავეხმაროთ შენ როცა სწავლობ და არ აძლევ ამ შენ ცოდნას ესეც არის ძალიან ძნელი. მე ზიხარ და ფიქრობ, რატო არა მაქვს ფული, რატო ვარ ცუდად, რატო ვარ დეპრესიაში, რატო მაქვს დაუშვოთ ახლა, ну თქვა რაღაცა დაავადება. აი იმიტომ, რომ შენ ან უნდა გაიხსნას შენში რაღაცა ცოდნა და შენ ეწინააღმდეგები ხან ფული არა მაქვს, ხან უიმე არ მცალია, ხან დრო არა მაქვს და დადეხარ სამსახურში, რომელიც შენ არ მოგწონს. და რაც გაინტერესებს იმას არ უთმობ შენ სათანადო დროს და ამიტომ არის აი ეს სიტუაცია, იმიტომ რომ მე შემიძლია გითხრათ, რომ აი არ იფიქროთ იცით რას, რომ აი ყველა ხო არ იქნება ტაროლოგია, ყველა ხო არ იქნება ასტროლოგია, ყველა ხო არ იქნება ისა, ყველა კი არ იქნება ნამდვილად, მაგრამ
თუ შენ ეს ძალიან გაინტერესებს, თუ შენ უკვე რამდენიმე რამე ისწავლე, ესე იგი შენ უკვე აი რამდენი კიდე უნდა ისწავლო. კი არის ეგეთი პროგრამა მატრიცაში მაგიური ცოდნა. და იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს იქ 2-5-იანი და 18 ენერგია. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს ბევრი ცოდნა დაგროვილი, მაგრამ ამ ცხოვრებაში ეს ადამიანი ბევრს სწავლობს ძალიან, მაგრამ ამ ცოდნას ვერ აძლევს. რატომ? იმიტომ რომ აქ შიშრო ვინმეს რამე ცუდი არ უთხრა, ან კიდე არ ვიცი, ან კიდე უნდა ვისწავლო, რატო ეს შიში მოდის წინა ცხოვრებიდან, 18 ენერგია მონაწილეობს ამ პროგრამაში. იმიტომ რომ წინა ცხოვრებაში ადამიანმა ეტყობა ან არასწორად გასცა ეს ცოდნა, ან ვინმეს თქვა შეიძლება თავისი ცოდნი დაუშავა და ანუ ცოდნით რა, ანუ სიტყვით რა ამის დაურუშა თავისი და ხო და ანუ იქ კიდე ბევრი მიზეზები აქვს. მაგრამ ამ ცხოვრებაში აქვს ეგეთი მომენტი. გრძნობს, რომ ბევრი ცოდნა მაქვს, სწავლობს ბევრ რაღაცას, აინტერესებს, მაგრამ ვერ აძლევს ამას, იმიტომ რომ ეს შინია და აი პირიქით შენი გამოსვლა ამ პროგრამიდან არის ის, რომ გაბედე და დაიწყე შენი ცოდნის გაცემა და შენი სულ ყველაფერი შეიცვლება სიტუაცია. ანუ ან აქ გვაჩვენებენ, რომ გაიღვიძე უკვე, ხო და შენს ფიქრობ, რომ უნდა გავიღვიძო და ფულიც წამოვა და ყველაფერი წამოვა, იმიტომ რომ არ შეიძლება ის ცოდნა, რაც შენ მიიღე, უნდა გასცე, აუცილებლად. ეს არის ეგეთი მომენტი, გინდა თუ არ გინდა, იმიტომ ეს ვინცაც აი თქვა შედის უკვე ფსიქოლოგია, ეზოტერიკა ეგეთ თემებში, ყოველთვის შენ უნდა გასცე. დაეხმარო ადამიანებს შენი ცოდნით, იმიტომ რომ აქ უკვე აქ არის ბოლო წერტილი არის პრინციპში, თქვენ ახლა თვითონაც ხვდებით, რომ სხვათა შორის აი აქ არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცა მართლა ბოლოს და ბოლოს მიიღებს გადაწყვეტილებას და წავა თუნდაც ეზოტერიკაში. იმიტომ რომ ნახეთ, აქ ვიღაცა შეიძლება აქ როგორი მომენტი დაუშვათ, ზოგი ამბობს, რომ მე კი მინდა, მე კი აი ვგრძნობ, რომ უნდა, მაგრამ დაუშვათ ახლა აი ქმარი არ მიშვებს, ხო, დაუშვათ, ან მექნება თუ არა, ან ფული არა მაქვს დაუშვათ, ხო, სიტყვაზე, რომ აი დიდი ფული ადამიანებო, საერთოდ თუ გინდათ განვითარდეთ, ხო უნდა ისწავლოთ და ვისგან ისწავლეთ? ვიღაცისგან, ხო? იმ ვიღაცამ, თუნდაც წიგნიც რო იყიდო, ხო? იმ ადამიანმა ეს წიგნი რო დაწერა, ხო რაღაცა თვითონაც ხო დახარჯა ფული, დრო, რესურსი, ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ცოდნა მოეპოვა. და ეხლა ეს ცოდნა, რომელიც მან მოიპოვა, უნდა გადმოქცეს და ანუ ესე იგი, რატო ვფიქრობ ჩვენ, რომ ეს უნდა იყოს უფასოდ, ხო? ეს ერთი, მეორე კიდე ხო, მაშინაო კარგიო, მაგრამ კი არავინ არ ამბობს, რომ უფულოდ, მაგრამ რატო ძვირი? იმიტომ ძვირი, იმიტომ რომ რამდენიც ადამიანმა ჩადო თავის ცოდნაში, ხო? იმდენად უღირს მას მისი ცოდნის და ეს ასეა, საერთოდ თქვენ ახლა რომ წაიკითხოთ დაუშვათ ისტორია იმ ადამიანების, ვინც დღეს მართლა რაღაცას წარმოადგენს, იმათ ყავთ ისეთი მენტორები, ну, სადაც მართლა იხდიან კაი საკმაოდ სერიოზულად. რატო იხდი თანხას? იმიტომ რომ ეს ფასი. ანუ შენ თვითონ ესე იგი უნდა გინდოდეს. უნდა იცით რა არის, მე რამდენჯერ გამიკეთებია ექსპერიმენტი სხვათა შორის, გამიკეთებია აქციებიც ადრე, გამიკეთებია ფასდაკლება, გამიკეთებია გაშლაზე, თქვათ ის რა ქვია, მეთქი მოდი აბა ძალიან ისე დავდებ ესე თანხას, რომ აი ძალიან ხელმისაწვდომი იყოს. აი რამდენჯერ ყოფილა იცით რომ პირი აი ადამიანის ახლა მეტი მაგაზე მეტი ისე ხო რაღა დავდო ხო სიტყვაზე და არ წამოსულან ადამიანები მაინც გადახედეს ხო რაღაცა მაინც ძვირია ოკეი თან იცის დაუშვათ ახლა რომელი რა ფასი იყო ძირითადად მაგრამ ისე ვისი დამიდია მე ის მაღალი ფასები და იმდენი ადამიანები წამოსულან და მიხვდი რომ ვისაც უნდა ის ყოველთვის მოვა და თავის თავში ჩადებს იმ ფულსაც და კიდევაც ისწავლეს და კიდევაც მიიღებს იმ ინფორმაციას, რომელიც მას დაეხმარება და ვისაც არ უნდა თუ გინდა უფასოდ მეეცე მაინც არ გააკეთებს. უფასოდაც გამიკეთებია და ადამიანს ვაფშე არაფერი არ შეუცვლია აბსოლუტურად რა. აი ეგეთი რაღაცა ხდება და ამიტომ ახლა ეს არის ყველაფერი თქვენზე დამოკიდებული, რა თქმა უნდა. თუ ძვირია შენთვის რომ შენი ცხოვრება შეიცვალოს, კი ბატონო ძვირი იყოს და იჯექი იქ სადაც ზიხარ. მაგრამ აი აქ არის ეს ადამიანი რომ ფიქრობს რომ უკვე დრო მოვიდა რომ გამოვხიზლდე ერთი ეს კიდე მინდა ოდნავ გავხსნა და всё და დავიწყოთ ახლა იქ კითხვები.
კი, ну всё, რაც თქვი, ახლა პრინციპში просто მაინტერესებდა რა. აქ ძალიან, აი ვიღაცა მართლა ძალიან ფიქრობს იმასაც, რომ აი მე ну ხდება ძალიან კარგად, რომ სხვათა შორის ის რომ აი მამაკაცზე ფიქრობ თქვენ იმას რა ქვია, თქვენს პარტნიორზე, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მართლა თქვენში ხსნის რაღაც ძალას რა. კი. და სხვათა შორის ვიღაცა კიდე რას ფიქრობთ, რომ უნდა რაღაცა ეტაპი ახალი შეიძლება ეწყება თქვენს პარტნიორთან ახალი ეტაპი. და ზოგი გამოდის ურთიერთობები. ну ძალიან ბევრი ინფორმაცია ახლა არის აქ და ეს მე კიდავდე, მაგრამ მე რა მინდა, იცით, ვკითხო ჯერ ეს ახალი სიგნიფიკაცია დავტოვოთ ჩვენ. მაინც ახლა მიყვარს ხოლმე როცა რჩება და კიდე უფრო მეტად ხვდებით ჩვენ რაღაცებს და так, კარგით, მოდით ნახეთ რა არის ეს ახალი, რა სიახლე შემოდის და უკვე მე ვკითხოთ ახლა ჩვენ კითხვები, რომ აი რა სიახლე შემოდის თქვენ ცხოვრებაში. მე ვცდილობ მაქსიმალურად ბევრი გითხრათ სიგნიფიკაცია, იმიტომ რომ ვინც მიყურებს ახლა ერთი ადამიანი არ არის, თუნდაც 10 ადამიანი იყოს, ყველას თავისი რაღაცა მომენტები აქვს და ამიტომ რომ თქვენთვის იყოს რეზონირდეს და ამიტომ ვცდილობ რომ მაქსიმალურად ამოვიღო აქედან ინფორმაცია თქვენთვის რა. ანუ ეს რა სიახლე შემოდის თქვენ ცხოვრებაში, აი სულ ახლოს ახლა. აი ხო თქვი სიახლე და აგერა. სიახლე მოდის, ნახეთ, ძალიან ტუზი არის ახლა გვერდხედეს, ხო? ანუ შემოდის ახლა სიახლე, სხვათა შორის თქვენ შეიძლება ზოგი აქ გააკეთეთ რაღაცა არჩევანი შემოდის. თქვენ გააკეთებთ ამ არჩევანს, აქ არ გამოვრიცხავ რომ ვიღაცას, ანუ ახალი გზა, გაიგეთ, ახალი გზა, თქვენ ბევრს ფიქრობდით, შეიძლება ბევრს ვარაუდობდით, ანუ რა ავირჩიო ეს, მაგრამ აი თითქოს მოვა რაღაცა ბიძგი, რომელიც თქვენ ნამდვილად აი თითქოს ეს იქნება როგორც ინსაიტი, გაიგეთ, რომ აი всё მორჩა და ამ ბევრი არჩევანი, ну ეს არჩევანები მოდით როგორ შეიძლება იყოს, ბევრ რამეს, გინდა ურთიერთობაზე, გინდა სწავლაზე, გინდა სამსახურზე, გინდა ჩემს გზაზე. ანუ ეს რაც თქვენ ახლა აი გაწუხოთ, ფიქრობთ შეიძლება, ხო, ბევრ რაღაცა. ну ხო ვთქვით რომ აქ რაღაც ისეთ ენერგია რომელიც გაღვიძებს. აი აქ ეს სიახლე მაჩვენებენ რომ აი მიიღებ შენ მაგ გადაწყვეტილებაზე ძალიან ჩქარა, იმაზე შეიძლება ჩქარა ვიდრე შენ თვითონ ფიქრობ, ხო? მოდით ახლა იცით აქ კიდე ამით ვკითხავ რომ ისე რა ქვია, უფრო გვაჩვენეთ აი რა დარგში, რა სფეროში. ну აქ ახლა ნახეთ, აქ არის ყველა ვარიანტში. ნახეთ, თუ დაუშვათ თქვენ ვინმე ვიღაცას ვისაც უნდა გადასვლა სხვაგან სადღაც არის გადასვლა. კიდე აქ არის ძალიან დიდი წინსვლა თქვენი. აი გოგოებო ნახეთ, იმპერატრიცა არის როგორ იცით, ანუ ნამდვილად თქვენ მიდიხართ უფრო და უფრო წინ იმ გზაზე, კი, ბევრი დაბრკოლებები და ჩვენ ახლა ეს კითხვები აქაც მაგ ახლა დავსვავთ, ანუ თქვენი წინსვლის, თქვენი ქალური ენერგიების გახსნის წინ, თქვენი ანუ იმპერატრიცა ეს არის უკვე მაღალი დონის ქალი ყველა ასპექტში აბსოლუტურად და თქვენ იტყობა ბევრ რაღაცებს აკეთებდით და მივხვდით, აი თქოს ჩემი ფასი, ჩემს ფასს ვპოულობ რა. კიდე აქ ვიღაცა ნამდვილად იმიტომ რომ აქ იცით რა, მაღალი არკანები ესე გვეუბნება რომ გლობალურად მიდის რაღაცა ცვლილება, ანუ რა დაბრკოლებები შენ გქონდა, შენ ყველაფერს გამკლავდები, შენ ყველაფერს შეძლებს, შენ გექნება, ანუ სიუხვე, საერთოდ იმპერატრიცა არის სიუხვე ჩვენი, ხო? ანუ ის მე, ანუ იმპერატრიცა ყოველთვის იღებს იმას, რაც მას უნდა. გაიგეთ? ანუ აი იმისკენ მიდიხართ და რაც თქვენ გინდათ იმის მისაღებად.
მოდით ეხლა მაინც ვკითხავ მე, ხა დავსვავ. რა რჩება უკან, მაინც, რადგან მაგას ესა კითხები დავსვავ, რა რჩება უკან ვკითხოთ. სად მიდიხართ უფრო, იმიტომ რომ გზა გვაჩვენეს რომ მიდიხარ, უფრო სად მიდიხარ, საერთკენ მიდის ეს თქვენი გზა. რა დაბრკოლებები შეიძლება შეხვდეს ამ გზაზე, რა ან ვინ დაგეხმარებათ ამ გზაში, რას უფრო უნდა მიაქციოთ ყურადღება. ნახოთ ეხლა რჩება იყოს, ასე გავაკეთოთ, კაი. ანუ რა რჩება უკან? უკან რჩება ის, რაც არ იყო თქვენთვის მისაღებს ხოთშორის ეს რვიანი არის ხმალები, გვერდხების და ამაზე ახლა ჩვენ რო ვსწავლობთ, კითხები ბევრი მქონდა შემოსწავლებს და ორი გაკვეთილი შეიძლება კი არა დავდებ აუცილებლად აქ რვიანზე კვერთხების მნიშვნელობაზე დავდებ აუცილებლად. ანუ რა რჩება უკან? ანუ ყველაფერი, რასაც თქვენ გაჩერებთ აბსოლუტურად, ის რჩება უკან. მაინც ეხლა მაინც რა გაჩერებდათ? ისეთი ანუ ყველაფერი, რაც თქვენ გაჩერებდათ, მაინც რა აჩერებდათ, თქვათ რაც არ აძლევდა თქვენ საშუალებას თქვენი წინსვლის. ურთიერთობაზე გითხარით კი, შეიძლება თქვენ აქ თუ გზას ვერ პოვლობდით, ხო, თქვენ ალბათ ნახავთ, იმიტომ რომ ეს არის უკვე აგვაჩვენებენ რა რჩება უკან. უკან რჩება გაუგებრობა თუნდაც, ანუ ნახეთ ახლა, აქ ახლა მაჩვენეს, რომ ადამიანი ზის და ნერვიულობს. გაიგეთ იმაზე, რომ შეიძლება ისე აღარ არის ურთიერთობა, თქვათ, როგორიც იყო. ეს რჩება, იმიტომ რომ თუ კიდე ნახეთ, თუ შენ ვერ ტოვებდი იმას, ვინც შენ არ გაძლევდა განვითარებას, ხო? ისეც რჩება უკან. კი. ნახეთ კიდე რა საინტერესო. ანუ ესე იგი რა რჩება უკან, ანუ ეს ზუსტად აქ ხო მაჩვენეს, რომ არჩევანს ვერ აკეთებდი, ეძებდი გამოსავალს, ეძებდი პასუხს, ის რჩება უკან. კი, ის რჩება უკან. თუ რამე კითხვები ქონდა, თუ რამე გაუგებრობა ქონდა, თუ რამეს ვერ ერკვეოდეს შენს თავში, ეს ყველაფერი ეს რჩება უკან. მოდით ასე ვთქვათ რა. რჩება ყველაფერი, ანუ რასაც შენ გიშლი და ხელს შენ წინსვლაში, გაიგეთ? ეს რჩება უკან. კარგით, ვნახოთ ახლა სად მიდიხართ თქვენ. სად მიდიხართ პენტაკლების ტუზე. ხედავთ თქვენ? ახალი ცხოვრება, შაბათ ყვილა დავარქვით ჩვენ ეს ვიდეო ყვილა დღეს რამდენი ხანი ვფიქრობდი, მეთქი რა თემა გავურჩიოთ დღეს ესე რა ქვია, მაგრამ სად მიდიხართ? მიდიხართ ახალში, ახალ ეტაპზე, ახალი ცხოვრება. აქაც კვერთხების იყო ის რა ქვია ტუზე და აგვაჩვენებს უკვე პენტაკლების, ახალი ძალები, თქვენი ინსაიტები, იმიტომ რომ ტუზები ეს არის უკვე ის ძალა, რომელიც ადამიანი ვერ ატარებს რა იმ ენერგიას რა. ეს არის ზუსტად ინსაიტს რო ვიცახად, ანუ როცა ვზივარ და აქ რო იჯდა და ფიქრობდა და ვერ პოვლობდა პასუხს და უკვე იყო 10-იანი ხმალების, ანუ 10-იანი საერთოდ დამთავრდა, მაგრამ ხმალება ეს როცა ვფიქრობ ჩვენი გონება, ხო, მე რას ვფიქრობდი, ანუ არ ვიცოდე, ვერ პოვლობდი პასუხს. გაიგეთ, პასუხს ვერ პოვლობ, სად წავიდე, რა გავაკეთე, რამდენდე ვატყუო ჩემი თავი, ან სად ვნახო გამოსავალი, როგორ გამოვიდე იმ სიტუაციიდან, რა სიტუაციაც მე მაწუხებს, გაიგეთ და აქაც პენტაკლების აგერ ტუზი და ამიტომ რომ თითქოს ეს ძალა, რომელიც შენ უკვე გეხმარება, სიახლეში მიდიხართ. კარგით, ვნახოთ ახლა რა დაბრკოლება შეიძლება იყოს. რა დაბრკოლება შეიძლება იყოს, რომ ეს არის რაღაცა ახალი, თქვენთვის ახალი გზა რო არის, ხო? შენ დგახარ და ფიქრობ, შეიძლება არ იცი ჯერ როგორ, ანუ შეიძლება დახმარება დაგჭირდება, იმიტომ რომ ეს სიახლე ახალია.
რა საინტერესო დღეს ხოთაშორის აი სიახლე ახალია დღეს ჩემ თავში ვატრიალებდი მეთქი როგორ თქვა რომ თქვენი ახალი სიახლე აი ქართულად ხო მეთქი როგორ გადავთარგმნო твоё новое начало და ასე სიტყვებს ვეთამაშებოდა და ზუსტად ეს შენი ახალი სიახლე რაღაც აი აქაც მაინც დამეწია ხო ხვდებით რა ანუ ეს დაბრკოლება რომ შეიძლება იყოს თქვენთვის ეს მართლა ძალიან ახალი გზა ну თუნდაც ეხლა ტაროს სწავლა თუ დაიწყოს შენთვის ახალია რა თქმა უნდა მაგრამ გაძლევს ბიცს იმისთვის რომ შენი ცხოვრება იქნება ახალი და მე შემიძლია ვთქვა მილიარდე პროცენტით რომ მე რო შევედე ამ გზაზე ტაროს გზაზე ჩემი ცხოვრება ვაფშე ასე მგონია სულ სხვა ცხოვრება დამიწყო ну პრინციპში ეს ასეა ესეც არის რა რომ ჩვენ ახლა ესე მივდივართ რა ну кай всё ეხლა თორე კიდე წავალ სხვა თემაში ანუ ესე იგი ეს არის ზუსტად რომ თქვენთვის ეს არის ახალი და ну ახალი აი აქაც ორიანი გვერდხები დაედო ანუ ეს არის რა დაბრკოლება და ის რომ თქვენ ანუ ეს სიახლე აიღეთ, გაიგეთ და უნდა მოიპოვოთ ეს თქვენი გზა და შეიძლება იყოს თითქოს ასეთი ანუ შიში. კი ბატონო, ახალი გზა, ახალი სწავლა, ახალი პერიოდი, კი ბატონო. ეს არის თქვენთვის დაბრკოლება, იმიტომ რომ ჯერ არ იცით სად მიგიყვანს ეს რაღაცა, გაიგეთ, ჩვენ სხვათაშორის, ну ზოგჯერ გვეშინია, ხო? ანუ იმისი რომ აი თუნდაც ახლა დაუშვოთ ახლა რაღაცა პროფესია ვერჩიოთ, ხო? რას მომიტანს? ჩვენ სულ მაგას ვფიქრობ, რა თქმა უნდა ახლა კი რას მომიტანს? მე კი მინდა რომ თქვათ ახლა ეს ჩემი საქმიანობა სხვებს დავეხმარო, მაგრამ მე რას მომიტანს? ჩვენ მასე ვფიქრობთ ყველა, რა თქმა უნდა, ეს არის ნორმალური. ხო და ამიტომ როცა ეს არის შენი მთავარი დაბრკოლება, შენ თვითონ შენს თავს არ აძლევს საშუალებას, იმიტომ რომ გეშინია იმ ახალი ცოდნის, იმიტომ რომ აქაც გამოვიდა ესე რა ქვია ხმალების ეს რა ქვია, მგონი ეს რაინდე არა, ეს არის ისა რა ქვია, პაჟე რა. ხო, ამიტომ არის რომ მე მეშინი არ ვიცი მე რას მომცემს ეს ახალი ნაბიჯი, თქვათ ახლა, ну, მე სულ ტრიალებ ტაროსთან, იმიტომ რომ ხა იცით თქვენ რომ ხა იცით რატომაც იცით, ხო? იმიტომ როგორც მაგალითს გეუბნებით, ხო? მე მინდა რომ თქვათ იქ წავიდე, მაგრამ მე არ ვიცი ის რას მომიტანს და აი აქ გვეუბნებიან რომ აი მარტო შენ თვითონ უშლის შენს თავს და შეიძლება ვიღაცებს უსმენ კიდე და არა შენს თავს უსმენ. გაიგეთ, ამ დროს ჩვენ ხო გვაჩვენეთ ეს სიახლე მიიღებ შენ არჩევანს და შენი ცხოვრება შეიცვლება, შენ გახდები ძალიან მაგარი ადამიანი, ძალიან მაგარი ქალი. ნუ ეს მასეა ყოველთვის ახლა მე ხო გითხარით, მე მაგას სულ სწავლობ, ხო და ეხლაც მივდივარ ახალ სწავლაში და კი ვფიქრობ დაუშვოთ აი რას მომიტანს, მაგრამ აქ არის მთავარი რომ გააკეთო ეს ნაბიჯი, ანუ შენ უკან რჩება შენი ის თუნდაც სიტუაციები, რომელიც შენ გაჩერებდა, რაც შენ გაჩერებდა, რა ბლოკებიც ქონდა, შენ გაძლევენ საშუალებას, რომ ეს დაამუშაო კარგად და ახალ ეტაპზე გადახვალ, ხო? ანუ აი მაგალითად ჩემი კურსი არის ისე აწყობილი, რომ თერაპიას გადიხარ, ხო? ანუ რა თქმა უნდა, ადამიანი ვინც დაიწყებს სწავლას, მის ცხოვრება ეგრევე იქნება სხვანაირი, იმიტომ რომ იქ შენ გადეხარ შენს თერაპიას, შენს ბლოკებსაც ხსნით, შენ თავზე მუშაობ და შენ თვითონ იზრდები, იცვლები და უკვე განახლებული ახალი ცოდნით მიდიხარ სამყაროში, ხო და ეხმარები. იმიტომ რომ პირველ რიგში შენ თავს ეხმარები, მე უკვე სხვებს გაწმენდილი ეხმარები სხვებს, ხო ხდებით? რა თქმა უნდა, იმ შენ სუფთა ენერგიაზე ადამიანები მოდნენ, შენ მათ ეხმარები, ეგენი შენ გეხმარებიან, რითი? ფინანსები და შენი ფინანსური მდგომარეობა იცვლება და ამის გამო იცვლება შენი ცხოვრება. აი ეს უცბად რო აგეცნათ. კარგად, ეს როგორც მაგალითზე აგიხსენეთ, დანარჩენი ეს შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ თემაზე. თქვენ დაფიქრეთ, დიზაინერობაზე გინდათ, სახლის ყიდვა გინდათ, მანქანის ყიდვა. რა ვიცი, მის გადასვლა სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში. აი ეს ყველაფერი, აი ეს არის რა. უბრალოდ ეხლა აი ეს თქვენი დაიჭირეთ რა. და ვნახოთ, ვინ დაგეხმარება თქვენ. ვინ დაგეხმარება და აქეცეთ რას მაჩვენებენ პრინციპში თქვენ დაგეხმარებათ საერთოდ თქვენ თვითონ ალბათ დაეხმარებით თქვენს თავს დაგეხმარებათ რა ნახეთ აი ეს ხშირად არკანი აჩვენებს კიდევაც მედიტაციას ან რა არის იცით ზოგიერთ საჭირო კიდე რა უბრალოდ даже სხვისი დახმარება კი რა ითქვათ გინდა თქვენს ну აი ეს სიახლე ხო არის უბრალოდ დაჯექეთ და თქვენს თავს დაელაპარაკეთ
ანუ ეხა მე რა ცხოვრები ცხოვრობ. როგორი ცხოვრები ცხოვრობდი მე 1 წლის წინ, 3 წლის წინ. რა შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში, ხო? აი თუ მე ვიცხოვრებ ისეთი ცხოვრებით, როგორი ცხოვრებით ეხლა მე ვცხოვრობ, იქნება თუ არა ჩემს ცხოვრებაში რამე ახალი. აი რანაირად უნდა იყოს. აი მე რასაც ვაკეთებ ახლა, ხო? თქვა თუ არაფერს არ ავცვლი, ხო? მაგ ერთი და იგივე, ხო? მე მომწონს ეგ? არა, ხო? მაშინ რაღაცა ახალი უნდა გავაკეთო, ხო? რაღაცა შევცვალო იმისთვის, რომ შეიცვალოს ცხოვრება, ხო? თუ მე მეზარება, თუ მე მაწყობს ყველაფერი და მარტო ვიწუწუნო და ვთქვა, რომ ვიმე რა ცუდია ყველაფერი და რა ვქნა ყველამ ასე ცხოვრობს და მე რა ვქნა, კი ბატონო, ასე იყავ. მაგრამ შენ თუ გინდა რომ შენი ცხოვრება შეიცვალოს, ესე იგი შენ უნდა დაფიქრდე, რა უნდა გავაკეთო ახალი. კაი, რაღაცა ახსიახლე მოდის ჩემ ცხოვრებაში. უნდა მივიღო? გაიგეთ, უნდა მივიღო და ამიტომ სხვათა შორის ძალიან მაგრად მუშაობს მედიტაციები, ძალიან მაგრად მუშაობს, იმიტომ რომ უკვე ქვეცნობიერში შედის ეს რაღაცა მუშაობა მიდის ქვეცნობიერ და ბევრი რაღაცები გვეხსნება რა. ამიტომ ნუ ეხლა ვინც ჩემთან კლუბში ხართ, თუ გჭირდებათ, იცით თქვენ რომ ბიბლიოთეკაში ბევრი მედიტაციები გვაქვს და შეგიძლიათ მოусმინოთ, ხო? და ამიტომ აქ ვეუბნე რა დაგეხმარება შენ. ვინც ჩემთან მოდის სწავლაზე, იმათ ვაფშე ძალიან მაგარია, ისეთ მედიტაციას ვაკეთებ ჩვენ, რომ მთლიანად სუფთავდები. ნუ ყოველ შემთხვევაში ის რომ 4-იანი ხმალების აქ ამ შემთხვევაში იმას გვეუბნებიან, რომ შენ თვითონ ადეკი და შენ თვითონ დაეხმარე შენს თავს. შენ თვითონ დაეხმარე შენს თავს. კი, შენ თვითონ დაეხმარე შენს თავს. ნუ რასაც გეუბნებით ახლა ეგ არის. და შენ თვითონ აანთე შენს თავში ეს ცეცხლე რა რო იტყვენ, შენ თვითონ დაიწყე, შენ თვითონ დადეკი, შენ გარისხე, შენ გააკეთე ნაბიჯი, ხო? დაფიქრდი, კარგად, შენი ყველა ქმედება, როგორ, რანაირად და მერე ანუ ეს რა ქვია, ანუ შენ ხო, შენ თვითონ. კარგით, მოდით ახლა ვნახოთ, ახლა რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რას უნდა მიაქციოთ ყურადღებას, ხუთშორის თქვენს გარემოს უნდა მიაქციოთ ყურადღებას და პოზიტიური განწყობა უნდა გქონდეთ. პირველ რიგში პოზიტიურად განიწყეთ, იფიქრეთ იმაზე, რა არის თქვენთვის კარგი, იფიქრეთ იმაზე, რომ სად მიდიხართ, როგორი ცხოვრება გინდა, პრინციპში ახლა ყველაფერი რაც გითხარით, ეგ არის თქვენ ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ უკვე დაფიქრეთ, როგორი ცხოვრება გინდა, ისე, ნუ რაც გითხარით, ისე რაც არის, თუ სხვა ცხოვრება გინდათ. რჩება თქვენ, რომ ის რომ მოვიდა დრო, რომ ნამდვილად ის ანუ განკურნების პერიოდი, ეს არის როგორი იცით, შენ თვითონ აკეთებ არჩევანს, როგორც გითხარით, აი აქ შენ თვითონ აკეთებ არჩევანს, შენ გაძლევენ მაღალი ძალები ბიცკს. შენ გაძლევენ მაღალი ძალების საშუალებას, რომ შენი ცხოვრება შეიცვალოს, გაძლევენ. მაგრამ შენ თვითონ დაფიქრდი, აი მშვიდად, წყნარად დაფიქრდი, გჭირდება, არ გჭირდება, გინდა რომ ისე გქონდეს ეს ცხოვრება, როგორც არის, ან შეცვალო, იმიტომ რომ ეს არის ტრანსფორმაცია, სულიერი საერთო ტრანსფორმაციას ნიშნავს ეს მე-14 არკანი, იმიტომ რომ ვეუბნება, რომ შენ თვითონ უნდა შეხვიდე ამ ტრანსფორმაციაში, მოვიდა უკვე მაგისი დრო და ნუ წელავ ამ დროს, იმიტომ როდემდე უნდა იჯდე, ხო? როდემდე უკვე აგერ სულ მაღალი ძალები გეუბნებიან რა. კი, არჩევანი შენზე, კი. აი აქ არის როგორი მომენტი, იცი? ან შენ აერჩევ იმას, რაც შენ გინდა და წახვალ შენ ახალ გზაზე, ან დაჯდები და კიდე ისე, ან დაბრუნდები და იცხოვრებ იმ ცხოვრებით, რა ცხოვრობდი და იქნები დამოკიდებული იმაზე, ვინ რას იტყვის, გაიგეთ? ანუ არსებობენ, აი აქ უკვე გააქვს შენ მოგცეს მაღალმა ძალებმა, მოგცენ ბიძგი იმისთვის, რომ შენ უნდა შეცვალო შენი ცხოვრება, იმიტომ რომ შენ გინდა იცხოვრო სხვანაირად, შენ აღარ გინდა იცხოვრო ისე, რომ თქვათ, ახლა როგორც ცხოვრობ, ეს ყველა დარგს თქვათ, ყველა სფეროს ეხება. ხო და ამიტომ შენ თვითონ დაფიქრდი, რა, იფიქრე იმაზე, სად, რას აიღებ შენ ახალს და წახვალ ახალ გზაზე, ხო და კარგად იქნები. თუ შენ ისე იქნები აი ამ მდგომარეობაში, როცა
ნუ დარჩი იქ სადაც ახარ რა ეს შენზე დარჩენ შენ მაღალი ძალები მაგას მოგცემენ რაიგეთ მაგრამ შენ აიღებ წინსვლა გექნება არ აიღებ იქნები იქ სადაც ხარ მაგრამ ისეთი ენერგიები არიან რომ პრინციპში არც მოგასვენებენ და ნამდვილად მოგიწევთ რაღაც ცვლილება ამიტომ ჩემო ლამაზებო ნუღა შეიყვან თქვენს თავს კიდევ უკიდურეს მდგომარეობაში შედეთ იმ სიახლეში და მე გესურვებთ რომ თქვენი ცხოვრება შეიცვალოს უფრო უკეთესებისკენ და ბედნიერები იყავით ჩემო ლამაზებო თუ მოგეწონათ გაშლა და რეზონირებთ გელოდებით თქვენ კომენტარებში მეც ვივსები მადლობასაც ვეუბნებით სამყაროს იმისთვის რომ მოგცა საშუალება რომ აი თუნდაც გავიგოთ რა აი რა გშფოთავს ჩვენ ხო და ეს ახალი სიახლე რა შემოდის ეს სიახლე ის რომ უკვე გვაღვიძებენ და გვამზადებენ იმ ახალ ეტაპზე რა რომელიც უნდა გადავიდეთ და სადაც კარგად უნდა ვიყოთ პრინციპში ხო